კიდევ ერთხელ მოგესალმებით უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე მე ნინო სალუქვაძე ვარ. უხეში манипуляციას იაფასებს პრემიერ-მინისტრის სტუდია მონიტორისა და TV პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაციას თითქოს საქართველოს მთავრობამ სასტუმრო საქართველოს ტერიტორიაზე 3227 კვადრატული მეტრი ფართობის სიმბოლურ ფასად გაასხვისა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადაწყვეტილება ტექნიკური ხასიათისა და აზომვითი მონაცემების დაზუსტების მიზნით განხორციელდა. ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანაში პრივატიზაციასთან დაკავშირებით მკაფიო პოლიტიკა არსებობს, რომლის თანახმადაც 2004 წლის შემდეგ მოქმედი სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად და პირდაპირ წესით გასხვისების პრაქტიკა სრულად აღკვეთილია. არავითარი ფართის გასხვისება არ მომხდარა, თუ ჩაიხედავდით ზედაპირულადაც კი ამ დოკუმენტებში ძალიან მარტივად ჩანდა, რომ დამატებით არაფერი გასხვისებულა, რეალურად იყო აზომით ნახაზებში წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია და რეალური ფართის მოცულობა იყო განსხვავებული და იმისათვის, რომ სამართლებრივად ეს ყველაფერი დაზუსტებულიყო, ფორმალურად გასხვის და ეს ფართი მხოლოდ ფორმალურად არაფერი დამატებით არ გადაცემია კონკრეტულ სამწარმოო სუბიექტზე. ამას მოაყოლეს თელი სპეკულაციები, უბრალოდ სამარცხვინოა, როდესაც ასეთ ტყუილებს ავრცელებენ. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა პრივატიზაციასთან დაკავშირებით. ყველა შესაბამისი ქონებრივი ობიექტი, ასეთი ტიპის ქონებრივი ობიექტი გადის აუცილებლად აუქციონზე, არც ერთ შემთხვევაში არ ხდება პირდაპირ წესით, არც ერთი ქონების გასხვისება და არავითარ შემთხვევაში არ ხდება, რა თქმა უნდა, სიმბოლურ ფასად არავითარი ქონების გასხვისება, ყველაფერი გადის აუქციონზე და კონკურენტულ გამჭვირვალე პირობებში. ყველა ობიექტური მკვლევარი, ვინც ამ დოკუმენტს გაეცნობოდა, იმთავითვე მიხვდებოდა, რომ აქ არანაირ რეალური ერთლარად გასხვისებას ადგილი არ ქონდა და იყო საკადასტრო მონაცემებთან რეალური ფართის დამთხოვის და მასთან, ასე ვთქვათ, ტოლობის ნიშნის ასმის მიზნით გადადგმული ნაბიჯი და არა სინამდვილეში რაღაცა ქონების ერთლარად სხვა პირისთვის გადაცემის საკითხი. ვინც ახლა ამ შეუიარაღებელი თვალითაც კი ადვილად გასარკვევ დოკუმენტს იყენებს იმისთვის, რომ ჩირქი მოწყოს ხელისუფლებას და რაღაც უსაგნო ტყუილებში გაახვიოს საზოგადოება, ერთადერთ მიზანს ამ შემთხვევაში ემსახურება, ეს არის დისკრედიტაცია, ტყუილის სიმართლედ გასაღება. ნახევარი საქართველო გაყიდეს თვითონ. ნახევარი საქართველო გააჩუქეს. 20% ტერიტორიების მტერს ჩააბარეს და ლაპარაკობენ რაღაცა აბსურდზე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობამ ძალიან გაამკაცრა სახელმწიფო ქონების განკარგვის წესები. და ეს დღესავით ნათელია, საჯაროა და ყველა შეუძლია ამ ინფორმაციის მოძიება. რაც შეეხება აი ამ აბსურდს, რომელსაც ეს თქვენს მიერ დასახელებული სტუდია ავრცელებს, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დაზუსტებასთან. თავის დროზე ეს ქონება იქნა პრივატიზებული და აი ამ ქონების დაზუსტების მიზნით მოხდა ამ ნაბიჯის გადადგმა. დონალდ ტრამპის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული სურვილია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გადაიტვირთოს სუფთა ფურცლიდან. კონკრეტული მგზავრებით ამ პროცესში კი ასეთი გზავნილები ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის. ირაკლი კობახიძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ წერილში აქცენტი კეთდება სწორედ სუვერენიტეტზე, უსაფრთხოებასა და ერთობლივი პროგრესის მიღწევაზე. მმართველ გუნდში ხაზს უსვამენ ორ ქვეყანას შორის არსებულ ღირებულებების თანხვედრაზე. ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში, ამერიკის სამგზავრო დღესთან დაკავშირებით ასეთ დადებითი წერილით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე იმაზე, რომ ჩვენი სურვილია გადავტვირთოთ თლიანად ჩვენი ურთიერთობები, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა და გავაკეთოთ ეს ყველაფერი სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით და რა თქმა უნდა ასეთი გზავნილები ჩვენ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს. ეს არის ჩვენი სურვილი და რა თქმა უნდა მათ მინებით ველოდებით ამერიკული მხარის მყარ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ნორმალიზების ახალი ეტაპი დაიწყო, როგორც ხვდებით, ამ წერილიდან გამომდინარე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, როგორც საზოგადოებას მოეხსენება, მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვისთვის და იქ იყო ხაზგასმითი გზავნილები, რომელიც რა თქმა უნდა ამოსაკითხია ამ წერილიდან ის პოლიტიკური გზავნილები, პოლიტიკური ფილოსოფია შეგვიძლია ასე დავარქვათ, რაც გააჩნია ტრამპის ადმინისტრაციას და საქართველოს ხელისუფლებას, ძალიან ბევრი, ძალიან დიდი პროცენტით არის თანხმდრაში ერთმანეთთან. ბუნებრივი პროცესი ხდება, ანუ აღდგენა იმ სტრატეგიული ურთიერთობების, რაც სამწუხაროდ დააზიანა წინა ადმინისტრაციამ. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ, რომ
ჩვენ ვამბობთ, რომ ვინც საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებს და პატივისცემით მოექცევა, რა თქმა უნდა, ყველასთან გვექნება ძალიან სწორი და სტრატეგიული ურთიერთობები და ძალიან კარგია, როცა დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ულოცავს იმ პოზიციას, რომ ამ შემთხვევაში ნენელა იწყება აღდგენითი ურთიერთობები, ასევე იზიარებს თავისთავად ბუნებრივად იმ ლეგიტიმაციას, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს საზოგადოებისგან. ევროკავშირის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებს, სადაც საუბარია საქართველოში ევროკავშირის მიერ დახარჯულ თანხებზე ევრობიუროკრატიის კრიზისის გამოხატულებად აფასებს საპარლამენტო ოპოზიცია. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის რეალური დახმარება ქვეყნის ეკონომიკაში ფულის ჩადებას და გაძლიერებას ნიშნავს, რასაც ევრობიუროკრატები არ აკეთებენ, რადგან მათი პოლიტიკა ქვეყნის დასუსტებას და დაქვემდებარებას ემსახურება. რეალურად არის ქვეყნები, რომელთა რეალური დახმარებაც შეუძლია ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ, როდესაც გინდა დაეხმარო ქვეყანას, შენ ფული უნდა ჩაასხა ამ ქვეყნის ეკონომიკაში. ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის გაძლიერებას, რაც ერთადერთხელ გააკეთა ამერიკის ძველმა ადმინისტრაციამ და ასევე ევროპულმა ბიუროკრატიამ. ეს იყო 2009-11 წლები, როდესაც ომის შემდგომ იყო უმძიმესი ეკონომიკური ვითარება და აგენტურა სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი. ეს არის რეალობა და დანარჩენი არის ქარდები, რომელიც არაფერს არ ეუბნება ქართულ საზოგადოებას. არც ერთხელ გარდა 2009-11 წლებისა, როცა აგენტურა იყო გადასარჩენი, უცხოური აგენტურა იყო გადასარჩენი ამ ქვეყანაში, არც ერთხელ, არც ერთ სხვა შემთხვევაში ეკონომიკაში ფული არ ჩაუსხავთ. თან საქართველოს არის მცირე ქვეყანა, ჩვენი ეკონომიკა მთლიანად დღესაც კი არის 38 მილიარდი დოლარი, ამაზე ბევრად ნაკლები იყო წლების წინ. საქართველოს ფეხზე დაყენებას არაფერი ჭირდება. იმ შემოდინებებიდან, რომელიც საქართველოში იყო ევროკავშირის ფონდებიდან, უდიდესი ნაწილი სწორედ იმ მიზნებს მარდებოდა, რაც აბსოლუტურად არ შედეს ქართული ხალხის ინტერესში და პირიქით წარმოადგენს დემოკრატიის ნგრევის და სხვადასხვა მიმართულებით რადიკალიზმის გაღვივების კამპანიების დაფინანსება. ევროკავშირის საელჩო რაც უფრო მეტად ცდილობს, რომ თავი გაიმართლოს ბჭყალებში, მით უფრო მეტად იძირება, ანუ ჭაობის პოზიციაშია პირდაპირ გაგებით. როდესაც ევროკავშირის საელჩო ხარ და შენი მიზანი წესით უნდა იყოს, რომ ხელი შეუწყო ქვეყანას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ამ დროს პირიქით ძალადობრივ აქციებს აფინანსებ, ძალადობრივ აქციებს ეხმარები და თან 2 წლის წინამდე რაღაცა ქარდს აზიარებ, ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ კრიზისში ხარ. ეკონომიკის მინისტრი შანხაიში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. მარიამ ქრევიშვილმა საქართველოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ საიმედო ციფრულ კარიბჭედ და სტრატეგიულ ჰაბად დაახასიათა. მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას, მედეგობის გაძლიერებას და იმის გარანტიას, რომ ციფრული ეკონომიკის სიკეთით თითოეული მოქალაქე ისარგებლებს. ღონისძიებას ზე მეტი სახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაციის და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრებოდა. საუკუნეების განმავლობაში საქართველო თავისი სავაჭრო და სატრანსპორტო გზებით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით. შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი ახალ ფართომასშტაბიან მონაცემთა ცენტრებთან ერთად მნიშვნელოვნად გააძლიერებს უსაფრთხო კავშირებსა და ციფრულ მედეგობას. ეს კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს როგორც სტრატეგიული ციფრული ჰაბის როლს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ინვესტიციებისა და კვლევებისთვის. ამ ამბიციური ხედვის განხორციელების გზაზე მტკიცე საერთაშორისო პარტნიორობა ჩვენთვის კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამიტომ ორმხრივი ურთიერთობების ამაღლება საქართველო-ჩინეთის ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ჩვენი კოლაბორაციის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია, რაც ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სფეროში პარტნიორობის გასამყარებლად. ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია თუ
როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს. ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ გვახსენებს ფუნდამენტურ რეალობას. ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალის მხოლოდ საკუთარი ძალებით რეალიზებას. დიალოგი, ნდობა და საერთაშორისო პარტნიორობა არის ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი მმართველობის საფუძველი. არჩევანი, რომელსაც დღეს ვაკეთებთ, განსაზღვრავს. ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოსთვის იქცევა გამყოფ ხაზად თუ ძალად, რომელიც კიდევ უფრო გაგვაერთიანებს. შანხაიში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის ჩაერთოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების, პასუხისგებლიანი მმართველობისა და უსაფრთხოების გლობალურ დიალოგში. დღეს ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის, არამედ გლობალური ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვითანამშრომლოთ წამყვან ქვეყნებთან, გლობალურ კომპანიებთან. საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ორმხრივი ურთიერთობები გადაყვანილი იყო ყოვლის მომცემ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ხელოვნური ინტელექტის დარგში საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი და ძალზედ საინტერესო სექტორი გამოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ანონსს ეხმაურება და დუშეთში მომხდარი დაჭრის საქმეზე პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებით ჩვენების გამოძალვას კატეგორიულად უარყოფს. უწყების განცხადებით გავრცელებული ინფორმაცია თითქოს დაკავებულს ბრალი იძულებით აღიარებინეს სიმართლეს არ შეესაბამება. სამინისტროში განმარტავენ, რომ თავდაპირველად ბრალდებულმა დანაშაული თავად აღიარა, თუმცა მოგვიანებით პოლიციაში სხვა პირი გამოცხადდა, რომელმაც დანაშაული საკუთარ თავზე აიღო. ექსპერტიზის დასკვნებით საფუძველზე სამართალდამცველებმა სწორედ მეორე პირი დააკავეს, პირველმა დაკავებულმა კი საპროცესო შეთანხმებით საპატიმრო უკვე დატოვა. უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეზე არანაირი იძულებას ან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მიმდინარე წლის აპრილში დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრში პოლიციელებმა შეაჩერეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დანა. აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მან დანაშაულის ჩადენა აღიარა. მის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული საპროცესო ღონისძიებები. იგი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ამოღებულ ცივი იარაღზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა და გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების მიმდინარეობისას დაჭრის ფაქტიდან მეორე დღეს დუშეთის პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა დაკავებული პირის ნაცნობი, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული დანაშაული თავად ჩაიდინა. მან სამართალდამცველებს ასევე მიუთითა დანაშაულის ჩადენის იარაღის ადგილმდებარეობა. აღნიშნული პირის მიმართაც დაიწყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაინიშნა საჭირო ექსპერტიზები. ანონსში გაჟღერებული ინფორმაცია თითქოს ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად თავდაპირველად დაკავებული პირი კვლავ პატიმრობაში იმყოფება არ შეესაბამება სიმართლეს. საქმეზე დანიშნულ ექსპერტიზებზე დასკვნები ივლისის თვეში იქნება მიღებული. კერძოდ, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის ცივი იარაღის კვლევა 9 ივლისი 2026 წელი. მასალათა ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა, ტანსაცმელი, მიკრონაწილაკები 7 ივლისი 2026 წელი. დაზრალებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა 3 ივლისი 2026 წელი. დანაშაულის ჩადენის იარაღზე, დანაზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოსამართლის განჩინებით მეორე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპროცესო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას სამართალდამცველების მხრიდან თავდაპირველად დაკავებული პირის მიმართ ძალადობას, იძულებას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. იგი თანამშრომლობდა გამოძიებასთან, სამართალდამცველების მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს და დანაშაულის ჩადენა სასამართლო პროცესეც დაადასტურა. სწორედ აღნიშნული გამოძიების საფუძველზე მის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ცრუ ინფორმაციის მოწოდების ფაქტზე. შემდგომ მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ასევე განმარტავთ, რომ თავდაპირველად მან უარი განაცხადა ადვოკატის მომსახურებაზე, ხოლო მისი ინტერესების დაცვა ადვოკატმა მხოლოდ ივნისის თვიდან დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მამას მიეყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული სარფის სასაზღვრო გამშვებები პუნქტის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. დანაშაული 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს თავდაცვის ძალების საერთო საჯარო ცენტრი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრუთმებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ქვედანაყოფის საზეიმო ცერემონიას თავდაცვის უწყებისა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, რომლებმაც პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცეს და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და მადლობის სიგელები გადაეცათ. სამხედროებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. საერთო საჯარისო ცენტრი, რომელიც 2016 წელს ქრწანისის ბაზაზე ჩამოყალიბდა, თავდაცვის ძალების სამხედრო კადრების მომზადება, გადამზადებასა და ახალი შესაძლებლობების დანერგვას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო განათლების მაღალი დონისა და სწავლებების ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფაა. რადგან განათლებული და პროფესიონალი სამხედრო ქართული ჯარის წარმატების საფუძველია. საერთო საჯარისო ცენტრის საქმიანობა განსაკუთრებით შთამბეჭდავია. აღნიშნულზე ნათლად მიუთითებს მისი დაარსებიდან დღემდე აქ მომზადებული 18,000-მდე მსმენელი, რომლებიც მიღებული წოდნით აძლიერებენ ქართულ ჯარს. ასევე აღსანიშნავია ეროვნულ და საერთაშორისო სწავლებებში ცენტრის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობა. ყალიბდება არა მხოლოდ სამხედრო უნარები, არამედ ლიდერობა, პასუხისმგებლობა, დისციპლინა და ის ფასეულობები, რომლებიც ყოველთვის განასხვავებდნენ ქართველ მებრძოლს. ცენტრი იქცა თანამედროვე სამხედრო განათლებისა და მომზადების ღირსეულ მაგალითად. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე მდინარე თელავის ხევის კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. 12 ივლისის სტიქიის შედეგად ნაშალი მასალით ჩახერგილი მდინარის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ამ დროისთვის აქტიურ ფაზაშია. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო სამეურნეო სავარგულები დადბორა. პრობლემის მოსაგვარებლად გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად ადგილზე გრუნტით ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობაც მიმდინარეობს. აქტიურად მიმდინარეობს მდინარე თელავის ხევის გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ ვიმყოფებით 7 კილომეტრიან ლოდზე, საერთო სიგრძე 14 კილომეტრია მოგეხსენებათ, სადაც მიმდინარეობს კალაპოტის გაწმენდა და ასევე გრუნტით ნაპირსამაგრის სამუშაოების მოწყობა. კომპანიის თქმით, მაქსიმალური ვადა აღნიშნული სამუშაოების დასრულების იქნება 1 თვე. რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი დასრულების ეტაპზეა. სამუშაოები მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და სანაპიროს ქუჩებს მოიცავს, სადაც გზის საფარი ჯამში 33,000-ზე მეტ კვადრატულ ფართობზე ახლდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 4 ლოკაციაზე სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო ველობილიკები, მწვანე სივრცეების სარწყავი სისტემა და გარე განათება. 6 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებულ ინფრასტრუქტურას ითვალისწინებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთობლივად ხორციელდება. პროექტი მოიცავს კლდიაშვილის, ფალიაშვილის, მარჯანიშვილის და სანაპიროს ქუჩების სრულ ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო გაზონები, მიმდინარეობს ასფალტის მესამე ფენის მოწყობის სამუშაოები ამ ეტაპზე. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება სრულიად ახალი ადაპტირებული შუქნიშნები, მოეწყობა ახალი გარეგანათების ქსელი. დღის მთავარ სიახლეებს უფრო ვრცლად შევაჯამებთ მთავარ გამოშვებაში 7 საათამდე გემშვიდობებით დროებით.